ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 30 აპრილს შედგა ირმა კეკელიძის წიგნის „მე ქალაქის“ პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ ეს მისი მეორე წიგნია, ხოლო პირველი წიგნი ფოტოობიექტივით აღქმული დრო რამოდენიმე თვით ადრე გამოიცა. დღეს კი ქალაქ ფოთის რესურს ცენტრში ირმა კეკელიძე შეხვდა ქალაქ ფოთის სკოლის დირექტორებს და მათ საჩუქრად გადასცა ზემოთ აღნიშნული წიგნები, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკას დაამშვენებს და გაამდიდრებს. ეს წიგნები ქალაქ ფოთის შესახებ მოსწავლეების ცოდნას გააღრმავებს და ქალაქის ძველი ქუჩებისა და შენობების ისტორიაზე მათ ინფორმირებულობას გაზრდის. წიგნებში არსებული მასალები უნიკალურია. აღსანიშნავია, რომ მე ქალაქის მსგავსი წიგნები საქართველოს მასშტაბით სხვაგან ჯერ არ გამოცემულა. წიგნის შექმნის ისტორია სრულიად შემთხვევით დაიწყო არქიტექტორის ივანე ლაღიძის სახლში, სადაც აღმოვაჩინეთ ფოტომასალა უნიკალური. როგორ შენდებოდა ქალაქი. და როდესაც ამ მასალას თვალი გადაალო ბატონმა ვახტანგ გალანიამ, იმ წამსვე გაუჩნდა სურვილი, რომ დაეფინანსებია წიგნი. ძალიან მადლობელი ვართ მისი, რომ შესაძლებელი იქნა დაფინანსებული იყო პირველი წიგნი, ფოტომოთხრობა, ფოტოობიექტივში აღქმული დრო და მეორე წიგნი მე ქალაქი. წიგნი, რომელიც არის ქუჩების ისტორიის შესახებ. უნიკალურია იმით, რომ ჯერ საქართველოში პირველია და დედაქალაქსაც არ აქვს. იგეგმება ასევე მესამე წიგნი. მესამე წიგნიც იქნება შემკრავი, დასკვნითი და ნაწილობრივ გავაცოცხლოთ ნიკო ნიკოლაძის ეპოქას პერიოდს. დღევანდელი შეხვედრა იყო სკოლის მასწავლებლებთან, უპროსტორატ დირექტორებთან. გადავეცით ჩვენი წიგნი, ეს უფრო ირმას წიგნი, ირმა არის ავტორი ამ წიგნის. ჩვენ მქონდა საერთო იდეა, მე დავეხმარე ამ წიგნის გამოცემაში ფინანსურად და ირმამ თავისი შრომა და თავისი ენერგია, ყველაფერი სული, გული ჩადო ამ წიგნში. დღეს საგანმანათლებლო რესურს ცენტრში შედგა ქალბატონ ირმა კეკელიძის წიგნების ფოტოობიექტივში აღქმული დრო და ეს ქალაქი პრეზენტაცია, სადაც აისახა ფოთის ქრონიკა დროის სხვადასხვა ისტორიულ საფეხურებზე გაცოცხლებული ფოტოხელოვნებით. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ირმას და წიგნის გამოცემის დამფინანსებელ ბატონ ვახტანგ გალანიას იმისათვის, რომ მათ შეძლეს ამ წიგნების საშუალებით ჩვენი ქალაქის და არა მარტო ჩვენი ქალაქის და ფოთის საზოგადოებისათვის მათ თვალწინ გაეცოცხლებინათ ჩვენი ქალაქის წარსული და წარსულში ჩვენს ქალაქში არსებული ისტორიული შენობა ნაგებობები, რომლებიც დღესაც ძალიან ძვირფასია. ვფიქრობთ, ეს ორივე წიგნი ერთგვარი ესეა მე-19-21 საუკუნეების ჩვენი მშობლიური ქალაქის ფოთის წარსულსა და მის დღევანდელობას. ირმა კეკელიძე აგრძელებს მუშაობას და ის აპირებს მესამე წიგნის გამოშვებას. აღსანიშნავია, რომ წიგნების გამოცემის სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას ბიზნესმენი ვახტანგ ალანია ახორციელებს.